Bloomberg-ის ცნობით უკრაინამ პეტრიოტის რაკეტების წარმოებაზე ლიცენზიაც რომ მიიღოს, საკუთარ ტერიტორიაზე მათი წარმოების ორგანიზება ძალიან გაუჭირდებათ. სააგენტო Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ მიწოდებების ჯაჭვის შემდგომი წარმოებისთვის უკვე გადატვირთულია, ხოლო ახალი საწარმოო ხაზის ამოქმედება მოითხოვს სპეციალიზებულ აღჭურვილობას და პერსონალის გაწვრთნას, რაც პროექტის რეალიზაციის ვადებს საგრძნობლად გაზრდის. პეტრიოტის რაკეტების წარმოებას წლები სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის მიერ ამ რაკეტების წარმოება ვერ მოხდება იმ ვადებში, რაც მას ახლა სჭირდება. გარდა ამისა, უკრაინის უნარმა სწრაფად აწარმოოს დრონები და რაკეტები შესაძლოა არ იმუშაოს. პეტრიოტის შემთხვევაში ამერიკის მხრიდან ტექნოლოგიების მკაცრი კონტროლის გამო, განაცხადა Bloomberg Economics-ის სამხედრო მიმართულების ხელმძღვანელმა ბეკა ვასერმა. კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ უკრაინაში რაკეტების წარმოების აწყობა ძალიან რთული იქნება, სააგენტოს ცნობით ის არის, რომ ნებისმიერი ახალი სამხედრო ქარხანა ქვეყანაში გარდაულა და ძალიან მოკლე დროში გახდება რუსული დარტყმების ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე. სტატიის გამოქვეყნების საბაბი გახდა დონალდ ტრამპის სიტყვები, რომლებიც მან ნატოს სამიტის კულუარებში ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრისას წარმოთქვა, რომ შეერთებული შტატები გეგმავს უკრაინას მისცეს პეტრიოტის რაკეტების წარმოების ლიცენზია. პეკინი განიხილავს შეზღუდოს უცხოელების წვდომა ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მოწინავე მოდელებზე, მათ შორის ჯერ არ გამოშვებულ პროდუქტებზე. ბოლო თვის განმავლობაში ჩინეთის კომერციის სამინისტრომ შეხვედრები გამართა ხელოვნური ინტელექტის ისეთ უმსხვილეს მწარმოებლებთან, როგორებიც არიან ByteDance და ZTI. ამ ეტაპზე განიხილება პასუხისმგებლობის გამკაცრება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მოპარვასა და მათ შესახებ ინფორმაციის გაჟონვაზე. პასუხისმგებლობა გაუტოლდა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის დარღვევის მუხლს. ამასთანავე შესაძლოა შემოიღონ დამატებითი შეზღუდვები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სტარტაპების დაფინანსებაზე. დაგეგმილი ზომების საბოლოო პარამეტრები ჯერ განსაზღვრული არ არის. შეზღუდვები, როგორც ჩანს, შეეხება არამხოლოდ მომავალ მოდელებს, რეგულაციების ამოქმედების ვადები უცნობია. DeepSeek R1-ის გამოსვლის შემდეგ ჩინურმა მოდელებმა გაამყარეს პოზიციები მსოფლიო ბაზარზე. დაბალი ფასის და მაღალი მწარმოებლურობის გამო. მათზე წვდომის შეზღუდვა შესაძლოა აისახოს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ბაზარზე და გაზარდოს უცხოური კომპანიების ხარჯები. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არწმუნებს ამერიკის პრეზიდენტს, რომ ირანი ონკოლოგიური დაავადების რეციდივია. თულია მათზე დარტყმა მიიტანო, დავარტყით, გავუნადგურეთ ობიექტები, მეცნიერები, ცენტრიფიგურების საწარმოო ქარხნები, დავაზიანეთ და გადავწიეთ ეს საფრთხე. მაგრამ ეს იგივეა, რომ ორგანიზმიდან კიბო მოუკვეთო. ეს არნიშნავს იმას, რომ რეციდივი არ განმეორდება, რომ ავადმყოფობა არ დაბრუნდება, მაგრამ ნამდვილად ნიშნავს თუ კი მას არ მოუკვეთ, მოკვდები, თქვა ნეთანიაჰუმ. ამერიკელი ჩინოსნების თქმით, ახალი სამხედრო კამპანიის ხანგრძლივობა და მასშტაბები სრულად დამოკიდებულია თეირანის მომდევნო ქმედებებზე. კერძოდ კი იმაზე, განაგრძობს თუ არა ირანი შეტევებს ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ხომალდებზე. ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს მიაღწიოს ჰორმუზის სრუტის გახსნას და კომერციული გემებისთვის სანაოსნო თავისუფლების აღდგენას. თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ძალით შეიძლება ირანი აიძულო ეს მოთხოვნები შეასრულოს. თუ კი ირანი შეეცდება, სრუტის კეტვას ამერიკის შეიარაღებული ძალები უპასუხებენ. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ირანელები არ გახსნიან ამ მარშრუტს და არ შეწყვეტენ გემების მიმართულების სროლას, განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა. თეირანი აცხადებს, რომ დაშინებას და მუქარებს მხოლოდ ესკალაცია მოსდევს და ამბობს, რომ სრუტე ხელახლა გაიხსნება მხოლოდ ირანის პირობებით. თუ კი დაგვარტყამთ, მიიღებთ საპასუხო დარტყმას. ჰორმუზის სრუტე გაიხსნება მხოლოდ ირანის პირობების და არა ამერიკული მუქარების შესაბამისად. დაწერა სოციალურ ქსელში ირანის პარლამენტის სპიკერმა. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა ბელგიაში ჩაიტანა პერსონალიზებული დატენილი რევოლვერი, რომელიც ანკარაში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოგანმა ნატოს სამიტზე აჩუქა. საჩუქრის შემადგენლობა ბელგიის დელეგაციამ მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა. მელსბურგის აეროდრომზე ყუთში იდო პერსონალიზებული რევოლვერი და მისი ტყვია წამალი. იარაღი უმალ გადასცეს აეროპორტის პოლიციას, რას უპირებენ მას მომავალში ჯერ არ გადაუწყვეტია.
ოპერაციად. მედიის მონაცემებით ანალოგიური საჩუქრები მიიღეს ნატოს ქვეყნების სხვა ლიდერებმაც. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კիր სტარმერმა და ნიდერლანდების პრემიერმა რონ იეტენმა საკუთარი ეგზემპლარები თურქეთში დატოვეს დეაქტივიზაციისთვის შესაძლო გაგზავნამდე.